მოგესალმებით, მეგობრებო, ჩემო YouTube მაყურებელო, რომელიც ალბათ დაგტანჯეთ, იმიტომ რომ ძალიან იშვიათად ვდება ამ ვიდეოებს, მაგრამ ვცდილობ შემოგთავაზოთ ახალი ვიდეოები, ახალი იდეები და ახალი კონტენტი იმისთვის, რომ უფრო გაგართოთ და შემოგთავაზოთ ჩემი ექსპერიმენტები, რომელიც დღევანდელი ვიდეოს მაგალითად ერთ-ერთი თემაა. ძალიან ბევრი კვირის წინ ალბათ ნახავდით ჩემს სტორებში, რომ ჩამომივიდა USA to Georgia-თ ერთი ამანათი, რომელშიც ძალიან საინტერესო რაღაცეები დევს და აქვე გავაკეთებ პატარა unboxing-ს. აი, აქ მაქვს ეს ამანათი. ეხლა ამოვალაგებ და განახევთ რა არის. ამ ვიდეოს ძალიან დიდი ხანია ვდებ, იმიტომ რომ ცოტა ექსპერიმენტალურია და 100%-ით მე რა თქმა უნდა არ ვარ გარკვეული ამ სფეროში და დღეს პირველად გავაკეთებ მსგავს პროცედურას. შესაბამისად ძალიან მეშინოდა, რომ ძალიან ცუდად წავიდოდა ჩემი საქმე. და ამ ვიდეოს ბოლოს ან ძალიან მაგარი შედეგი მექნება, ან უბრალოდ ისეთი შედეგი მექნება, რომ შეიძლება beauty blog-ი აღარ გავაგრძელო, იმიტომ რომ დავჭები წარბების გარეშე. მე გამოვიწერე brow lamination kit, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია მინდა რომ მივაღწიო აი ის სუპერ მოდელების ზევით აწეული, ესე ვთქვათ, გაფუჩქნული წარბების ლუკი, რომელიც ძალიან მომწონს და მე პირადად ძალიან რთულად ვახსებ ხოლმე მაგ ლუკს, იმიტომ რომ ან ჩვეულებრივი გელით არ ჩერდება, ან გამოვიყენო ხოლმე თმის ლაკი, ან საპონი, საკმაოდ ისეთი ბევრი წასმის მერე. არ ვიცი ხალხი წარბების არა, წამწამების აპრეხვას თვითონ როგორ იკეთებენ ხოლმე სახლის პირობებში, მაგრამ ეს არ უნდა იყოს იმდენად რთული, ხო, შედარებით. როგორც კი წავისმევ ნებისმიერ ესე ვთქვათ პროდუქტს, ზედმეტ დავიფარო და გავიჩერო დაახლოებით 10 წუთით. ძალიან მარტივი ესე ვთქვათ კიტია, არსებობს 9 ნაბიჯი, რომლის მიხედვით ზუსტად გიხსნიან რა არის მე რა უნდა წაისვა, რამდენი ხნით, რა უნდა გადაისვა, მე როგორ უნდა გაიჩერო და ასე შემდეგ. როგორც ხედავთ, აი ამ პატარა ბოთლებსაც დანომრილია ყველა ბოთლი და ამ ნომრების მიხედვით თავისუფლად შეგიძლიათ მიყვეთ ინსტრუქციებს და არაირიოთ და რაღაცა არ შეგეშალოთ. მოდი გავხსნათ ეს პატარა კუთები და ვნახოთ შიგნით რა დევს. ეს არის სპეციალური მოწყობილობა თუ რომლითაც მე წარბებს ზევით ვხერხავ. დაახლოებით ესე გამოიყურება. პირველ რიგში უნდა გამოვიყენოთ გამწმენდი აი ეს სითხე. გავიწმინდოთ. წამწამებზე მე ძალიან ხშირად ვიკეთებ ხოლმე ლამინირებას, იმიტომ რომ როგორც იცით, ჩემი წამწამები დაბლაქვევით მიდის და ლამინირება ძალიან ეხმარება იმისთვის, რომ ცოტა უფრო ზევით აიწევს ჩემი წამწამები, მარტივად ვიღებები ხოლმე მერე და უფრო ესე ვთქვათ ღია და გაღებული თვალი ჩანს მაგ პროცედურის მერე. გადავედით წარბის წებოზე. იმედია წარბის გარეშე არ გავჩვიდე. თან არ ვიცი რამდენი უნდა წავისვა, ანუ ბევრი უნდა წავისვა თუ ცოტა თუ Set timer for 7 minutes. Your timer is set for 7 minutes. კაი, 7 წუთით უნდა გავიჩეროთ ახლა. კაი, 10 წუთი გავიდა, გირს გავარ უკვე. ამას მოვიშორებ ახლა მე. აუ! ეს პროცედურა მორჩა. ახლა გადავიდეთ შემდეგზე. I look crazy. და ამ ყველაფერზე უნდა გადავიფარო ისევ აი ეს პარკი, თუ რას ქვია. აჰა. ესე ჩვენი მე-4 ნაბიჯი. 10 წუთში დავბრუნდები. კაი, ესეც მოვიხსნათ ახლა. всё, ეს პროდუქტიც დავამთავრეთ. კაი, შემდეგი სტეპი. წავისვებ ახლა მესამე ნომერს, აი ამ სითხეს. ეს არის დასაფიქსირებელი რაღაცა სითხე. სამწუხაროდ ზუსტად არ ვიცი ეს ყველაფერი, რადგან პროფესიონალი როგორც გითხარით, არ ვარ. არ ვიცი, მე ზედიზედ ისმევ ყველაფერს. რადგან არსად არ წერია, რომ ეს უნდა მოიშორო.
Crazy Tail is back და მორჩა ჩემი 10 წუთი ამოიწურა. Grinch სარკავარ. ეხლა უბრალოდ პირველივე მოსაშორებელი სიცხით მოვიშორებ იმ ყველაფერს, რაც მქონდა აქამდე წასმული. ცოტა ამეწვა, არ მოგატყუებთ. და ეხლა დაგვრჩა კერატინის წასმა. უბრალოდ კერატინი რით უნდა წავისვა არ ვიცი და კერატინს რო წავისვავ, ისევ უნდა დავიფარო არკი და გავიჩეროთ დაახლოებით 10 წუთი. ზეთის კონსისტენცია აქვს. მოვჭით თლიან პროცედურას და მხოლოდ დამრჩა ეხლა ამის მოშორება. მოკლედ, ესეც ჩემი საბოლოო შედეგი იმის, რაც გამოვიდა ჩემი brow lamination kit-ისგან. როგორც ხედავთ, წარბები უფრო აწეულია, ზევით და უფრო დალაგებული. რავი, მე ძალიან მომწონს, ცოტა უცნაურია ეხლა ჩემ თავს რო უყურებ სარკეში, რომ უფრო რაღაცნაირად გამისქელდა ეს წარბები, მაგრამ მომწონს. არ ვიცი, თქვენ რას ფიქრობთ? თუ გაინტერესებთ უფრო მეტი ინფორმაცია ან თქვენი აზრი, რამე გაგაჩნიათ ამის შესახებ თუ რა გავიკეთეთ დღეს, აუცილებლად დამიკომენტარეთ. ამ kit-ის links ჩაგიგდებთ დაბლა, საიდან გამოვიწერე, მე Amazon-დან გამოვიწერე ეს ამის თანხასაც მიუთითებ აუცილებლად ვიდეოს ქვეშ. და რა თქმა უნდა, შემდეგი იდეები, რამე თუ გექნება მსგავსი პროცედურაზე, აუცილებლად ჩამიყარეთ ეგეც, იმიტომ რომ ყოველთვის ვეძებ ხოლმე ესეთ განსხვავებულ სახლში DIY პროცედურებს, რომელიც შეგვიძლია სახლის პირობებში გავაკეთოთ, იმიტომ რომ როგორც ხედავთ, წარმატებით დამთავრდა ეს პროცედურა და წარბების გარეშე არ დავრჩი, რაც ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე უნდა წავიდე დღეს. და რა თქმა უნდა, გამოიწერეთ ჩემი არხი და ლაიქეთ ეს ვიდეო, გამომყევით Instagram-ზე, სადაც ასევე ძალიან ბევრ beauty reviews ვაკეთებ, შემოთავაზებ stories და პოსტებს ამის შესახებ. იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო. I ain't lying, I ain't hiding, I've been grinding, multiplying, I've been trying to get my weight up.